38 წელზე მეტი გავიდა ჩერნობილის ტრაგედიიდან. ეს იყო ყველაზე დიდი და მასშტაბური კატასტროფა ატომურ ენერგეტიკაში. თქვენ ისედაც იცით თუ რაც მოხდა: რეაქტორის აფეთქება, ხანძარი და უამრავი რადიოაქტიური ნივთიერების გადმოფრქვევა. ავარიის შემდეგ იმ ტერიტორიიდან გაიყვანეს მთელი მოსახლეობა. დაახლოებით 350,000 ადამიანი. კატასტროფამ შეცვალა ყველა ცოცხალი ორგანიზმი. მაგრამ ეს არ შეეხო, ვერც კი იგრძნეს გარეულმა ღორებმა. ისინი დღემდე ბინადრობენ ჩერნობილის ტერიტორიაზე, თან ძალიან ბევრნი არიან. თითქოს არც არაფერი მომხდარა. ჩნდება კითხვა: რატომ? თითქოს და მათზე არ მოქმედებს არანაირი რადიაცია და დასხივება. დავიწყოთ ფაქტით. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება 1986 წელს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ბირთვული კატასტროფა. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნივთიერებები, ცეზიუმი 127, სტრონციუმი 90 და პლუტონიუმი ატმოსფეროში გაიტყორცნა და ქარების მეშვეობით მთელ ევროპაში გავრცელდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი, თუმცა რადიაციამ სკანდინავიის, ცენტრალური ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებამდეც მიაღწია. ჩერნობილის შემოგარენი, განსაკუთრებით 30 კილომეტრიანი სახიფათო რადიაციის ზონა ყველაზე მაღალი რადიოაქტიური დაბინძურების ზონად იქცა, სადაც დასახლება დღემდე აკრძალულია. დროთა განმავლობაში რადიაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. ცეზიუმი 127-ის ნახევრად გამოყოფის პერიოდი 30 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ აფეთქებიდან 38 წლის შემდეგ მისი დონე დაახლოებით ნახევარია. სტრონციუმი 90-ის დონეც ანალოგიურად შემცირდა. თუმცა პლუტონიუმის ტიპის იზოტოპები, რომელთა ნახევარგამოყოფის პერიოდი ათასობით წელია, ჯერ კიდევ რჩება გარემოში. დღეს ჩერნობილის ზონა ბუნების აღდგენის უნიკალურ ადგილად იქცა, სადაც მრავალი გადაშენების პირას მყოფი ცხოველი და მცენარეა დასახლებული. ეს არ ნიშნავს, რომ რადიაცია სრულად გაქრა, თუმცა მისი გავლენა ადამიანზე საგრძნობლად შემცირებულია. განსაკუთრებით ისეთი ტექნოლოგიების გამოყენების გამო, რომლებიც ნარჩენი რადიაციის მონიტორინგსა და იზოლაციას უზრუნველყოფს. თავდაპირველად აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მაღალი რადიაციის დონე ცხოველებში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევდა. რადიაცია აზიანებდა დნმ-ს, რაც განაპირობებდა მუტაციებს, ზრდის შეფერხებას, რეპროდუქციის უნარის დაქვეითებას და მომატებულ სიკვდილიანობას. ჩერნობილის შემოგარენში მცხოვრები ბევრი ცხოველი დაიხოცა პირველ დღეებში ან სერიოზული დაავადებები განუვითარდა. აფეთქების შემდეგ პირველ წლებში განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა მუტაციის მაღალი დონე ფრინველებში, მღრღნელებსა და მწერებში. ზოგიერთ ცხოველს და მცენარეს უჩვეულო გენეტიკური ცვლილებები აღენიშნებოდა, მაგალითად ცხოველების ბეწვის ან ფრთების უცნაური შეფერილობა. გარდა ამისა, ზოგიერთი ცხოველი სრულად გაქრა ადგილიდან მაღალი რადიაციის ზემოქმედების გამო. დროთა განმავლობაში რადიაციის დონის შემცირებასთან ერთად ეკოსისტემამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ რადიაცია კვლავ არსებობს, ადამიანების გაუჩინარებამ და კოსმოსში ჩარევის შეწყვეტამ ჩერნობილი უნიკალურ ბუნებრივ ნაკვეთად გადააქცია. უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ზონაში ცხოველთა პოპულაციები, როგორც მგლები, მურა დათვები და ცხენები, გამრავლდნენ და სრულფასოვნად ცხოვრობენ, თუმცა რადიაციის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგები კვლავ შესწავლას საჭიროებს. 2020 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩერნობილის ზონის ზოგიერთი ცხოველის დნმ-ში მუტაციის დონე კვლავ მაღალია. ამავე დროს ფრინველების კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ სახეობას, როგორიცაა მერცხლები, მუტაციასთან უკეთ გამკლავების უნარი განუვითარდათ, რაც ევოლუციურ ადაპტაციაზე მიუთითებს, თუმცა აქ მივდივართ ერთ საკითხთან: გარეული ღორები. კვლევებმა დაამტკიცა, რომ მათში რადიაცია ძალიან მაღალ დონეზეა. აი ისე თითქოს და კატასტროფა გუშინ წინ მოხდა და ტახები დასხივდნენ. გარეულ ღორებში რადიაცია იმდენად მაღალია, რომ მათი ხორცის გამოყენება საკვებად დაუშვებელია. არა მხოლოდ ადამიანისთვის, არამედ სხვა მტაცებელი ცხოველებისთვისაც კი. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ მეცნიერები, როცა ამ უცნაური ანომალიის შესახებ გაიგებდნენ. ჩერნობილის გარეულ ღორებში რადიაციის მაღალი დონის მიზეზები რამდენიმე ძირითადი ფაქტორით აიხსნება, რაც დაკავშირებულია მათ კვებასთან, ეკოსისტემასთან და რადიოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან. ამ საკითხზე ყურადღების მიქცევა ბოლო წლების კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახდა, რადგან ღორები ეკოსისტემის ნაწილად ითვლებიან და მათი მდგომარეობა რადიაციის გრძელვადიანი გავლენის შეფასებაში გვეხმარება. რადიოაქტიური ნივთიერებების დაგროვება და კვებითი ჯაჭვი. გარეული ღორები მიირთმევენ მიწაში მოპოვებულ საკვებს, მათ შორის ტრიუფელებს, სოკოებს, ქვეწარმავლებს და მწერებს. სოკოები და ტრიუფელები ცნობილია, რომ განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით შთანთქავენ რადიოაქტიურ ცეზიუმ 127-ს. ჩერნობილის ზონაში ნიადაგი და მცენარეულობა კვლავ დაბინძურებულია რადიოაქტიური იზოტოპებით, რომლებიც ძალიან ნელა იშლება. შედეგად ღორების ძირითადი საკვების წყარო მაღალი რადიაციით არის დაბინძურებული, რაც მათ სხეულში რადიოაქტიური ნარჩენების დაგროვებას იწვევს. ცეზიუმ 127-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაახლოებით 30 წელია, რაც იმას ნიშნავს,
ნიშნავს, რომ ჩერნობილის კატასტროფიდან 38 წლის შემდეგ ის კვლავ მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ნიადაგში და მცენარეებში. ეს იზოტოპი განსაკუთრებით ადვილად გროვდება ცხოველთა სხეულში, რადგან ის ქიმიურად კალიუმს გავს და ორგანიზმის მიერ ნატურალურ მინერალად აღიქმება. ბიომრავალფეროვნება და ღორების როლი კიდევ ერთი ფაქტორია. გარეული ღორები ეკოსისტემაში აქტიურად ავრცელებენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს. მათი ცხოვრება მოიცავს მუდმივ შეხებას ნიადაგთან. ღორები ხშირად ფოთოლოვან ტყეებსა და მინდვრებში ნიადაგს თხრიან საკვების ძიებაში, რაც არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა ცხოველებსაც აყენებს ზიანს. მაგრამ არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა კიდევ ერთი კვლევა, რამაც გამოაშკარავა, რომ ღორების ორგანიზმში სულ სხვა რადიოაქტიურ ნივთიერება, ამჯერად ცეზიუმ-135 იყო. კი, მაგრამ როგორ? საიდან მოხვდა მათ სხეულში ის რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის დროს არ გამოთავისუფლებულა ჰაერში? ცეზიუმ-135 ძირითადად ტრიუფელებში გროვდება. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ღორები მიწის სიღრმიდან იღებენ ტრიუფელებს და მიირთმევენ. სწორედ აქედან გროვდება მათ სხეულში ცეზიუმ-135. მაგრამ რა უნდა ამ ტერიტორიაზე ცეზიუმ-135-ს? პასუხის მისაღებად უნდა გავსდეთ ჩერნობილის კატასტროფას და შორეულ 1960-იან წლებში წავიდეთ, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ მოქმედებას დავაკვირდეთ. მაგალითად, ამ დროს საბჭოთა კავშირმა ბირთვული იარაღის ტესტირება დაიწყო. 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირში ბირთვული იარაღის ტესტირება აქტიურად მიმდინარეობდა, რაც ცივი ომის სამხედრო შეჯიბრის ნაწილიც კი იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი ცდილობდა შეენარჩუნებინა ბირთვული ბალანსი ან უპირატესობა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ბირთვული ტესტირების მთავარი ადგილები იყო პოლიგონი ყაზახეთში და არქტიკულ რეგიონებში. ეს პოლიგონები 10 წლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ბირთვული და თერმობირთვული იარაღის განვითარებისა და ტესტირებისთვის. 1961 წელს საბჭოთა კავშირმა ჩაატარა ისტორიის უდიდესი ბირთვული ტესტი ზარ-ბომბის აფეთქება ნოვა-ზემლიაზე. ეს იყო წყალბადის ბომბი, რომლის სიმძლავრეც 50 მეგატონის ექვივალენტი იყო. აფეთქებამ წარმოუდგენელი მასშტაბის ზიანი გამოიწვია და უზარმაზარი რაოდენობის რადიაციაც გამოყო. გარდა ამისა, 1960-იან წლებში საბჭოთა მეცნიერებმა მოახერხეს ბირთვული იარაღის მინიატურიზაცია, რაც საშუალებას აძლევდა მათ ტაქტიკური და სტრატეგიული მიზნებისთვის უფრო ეფექტურად გამოეყენებინათ ეს იარაღი. ამავე პერიოდში განვითარდა ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც საბჭოთა სამხედრო ძალების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი გახდა. ბირთვული ტესტირებების მასშტაბური პროგრამა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, არამედ პოლიტიკურ გავლენას და დაშინების სტრატეგიას. 1963 წელს, რამდენიმე წელი მასობრივი ტესტირების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის ტესტირების ნაწილობრივი შეზღუდვის ხელშეკრულებას. ამ შეთანხმებით აიკრძალა ბირთვული ტესტები ატმოსფეროში, წყალქვეშ და კოსმოსში, თუმცა მიწისქვეშა ტესტები კვლავ გრძელდებოდა. ბირთვული ტესტირებების შედეგები მძიმე აღმოჩნდა გარემოსა და მოსახლეობისთვის. მოსახლეობას გაუჩნდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები რადიაციის გამო, რაც დღემდე აქტიურია და კვლევის საგანია. გარემოზე ზემოქმედებამ რეგიონები ძლიერ დააზიანა და იქ ცხოვრება მავნე გახდა. სწორედ 1960-იან წლების ბირთვული ტესტირებებიდან დალექილი რადიოაქტიურ ნივთიერება ცეზიუმ-135 იპოვეს ტახების ორგანიზმში. ცეზიუმ-135 ძალიან ნელა ილექება ნიადაგში. ამას შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს. შესაბამისად, ტრიუფელებმა დააგროვა როგორც ცეზიუმ-137 ჩერნობილის აფეთქებიდან, ასევე ცეზიუმ-135 ბირთვული ტესტირებებიდან. კვლევების შედეგები. უახლოესი კვლევები მიუთითებს, რომ ჩერნობილის ზონაში ცხოვრები ღორების რადიაციის დონე ზოგჯერ 10-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე სხვა ცხოველებში. ეს მიგნება შეუსაბამობაში მოდის მოლოდინებთან, რომ დროის გასვლასთან ერთად რადიაციის ზემოქმედება უნდა შემცირებულიყო. მეცნიერები ასევე იკვლევენ, როგორ აისახება ეს რადიაცია ღორების ჯანმრთელობაზე და გენეტიკურ სტრუქტურაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღორებში პირდაპირი დაავადებები ნაკლებად ჩანს, გენეტიკური მუტაციები შესაძლოა მომავალში უფრო რთული შედეგებით გამოვლინდეს. საფუძვლიანი დასკვნები არსებობს ამ ყოველივედან გამომდინარე. ეს მოვლენები გვაჩვენებს, რომ ჩერნობილის რადიაციის ზეგავლენა ბუნებაზე უფრო ხანგრძლივი და კომპლექსურია, ვიდრე თავდაპირველად მოელოდნენ. რადიაციის მაღალი დონე არ ეხება მხოლოდ ღორებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია მთელი ეკოსისტემისთვის, რადგან გარეული ღორები მტაცებლებსა და სხვა ცხოველებსაც კვებით ჯაჭვში აერთიანებენ. ამ თემის კვლევა კვლავ გრძელდება, რადგან მეცნიერებს სურთ უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს რადიაციის გავრცელების მექანიზმი და რა უნდა გაკეთდეს მომავალში მსგავსი კატასტროფების შედეგების შესამცირებლად. შემთხვევა, რომელზეც ახლა მოგიყვებით და გაჩვენებთ, საკმაოდ შოკისმომგვრელია და შეიძლება ითქვას, რომ საშიშიც. ტურისტები პრიპიატის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილს ათვალიერებდნენ. ისინი ჭაობიან ადგილს მიუახლოვდნენ და აი ასეთი რამ ნახეს. მოვარდისფრო არსება, რომელსაც თითქოს თევზის კუდი ჰქონდა და ძაღლის კბილები, თუ ღორის რაღაც მსგავსი. ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი აღმოჩენა იყო.
საინტერესოა ისიც, რომ ამ არსებას სხეულზე ბეჭედი ჰქონდა დასმული, თითქოს დანომრილი იყო. საინტერესოა ის მუტაციის შედეგად გაჩნდა თუ რაიმე მეცნიერული ექსპერიმენტის შედეგია. გოჭი. თუ კი წინა შემთხვევაში გაურკვეველი იყო ეს არსება, თევზი იყო, ძაღლი თუ გოჭი, აი ახლა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უცნაური არსება ჩვეულებრივი გოჭია, რომელიც დედა ღორმა გააჩინა. თუმცა დააკვირდით, რადიაციის შედეგად ის მუტანტს გავს. არანაკლებ საინტერესოა მისი სახე. ამ არსებას გოჭის ტანი, ხოლო ადამიანის მსგავსი თავი აქვს. როგორც წერდნენ, ეს გოჭი პრიპიატში კანალიზაციაში იპოვეს. ალბათ რადიოაქტიურმა ნარჩენებმა მის გენებზე მოახდინა გავლენა და სწორედ ამიტომ დაიბადა ასეთი. უთავო მხედარი. რამდენიმე წლის წინ ჩერნობილში გადაიღეს ვიდეო, რომელიც მალევე ვირუსული გახდა და ყველგან მას აჩვენებდნენ. ამ ვიდეომ დიდი ხმაური გამოიწვია ექსპერტებს შორის. კადრში ვხედავთ ცხოველს, რომელიც ან ირემი, ან ლოსია, ზუსტად არ ვიცით. მას რაღაც აკლია, ხომ ასეა? ფეხები აქვს და გადაადგილდება. ამ არსებას არ აქვს არც რქები და არც კისერი. უთავო არ არის, რა თქმა უნდა, ის ასე ვერ იცოცხლებდა. მას თავი კისრის გარეშე პირდაპირ სხეულზე აქვს. საინტერესოა რა დაემართა, სწორედ ამ კითხვაზე მსჯელობს დღეს ბევრი. ზოგიერთის აზრით ეს არსება არ გაჩენილა რადიაციის შედეგად, არამედ უბრალოდ ჰიბრიდია, ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგი, როდესაც ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოველი შეაჯვარეს. მიღებული ცხოველი კი ჩერნობილის ტერიტორიაზე გაუშვეს, იმ მიზნით, რომ მნახველებს ეფიქრათ რადიაციაზე და ყველაფერი ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ აფეთქებისთვის დაებრალებინათ. და მაინც იქნებ მონტაჟია. რას ფიქრობთ თქვენ? დაწერეთ კომენტარებში და მე მათ აუცილებლად წავიკითხავ. აი კიდევ ერთი ირემი, რომელიც ჩერნობილში დამონტაჟებული ვიდეო კამერის ობიექტივში მოხვდა. თუმცა როგორც წინა შემთხვევაში იყო, ამ ცხოველსაც ვერ ვიტყვით, რომ ის ირემია. იქნება ესეც ლოსი ან საერთოდაც სულ სხვა ცხოველი, ვინ იცის. თუ კი ჩვენს წინა შემთხვევაში ცხოველს კისერი საერთოდ არ ჰქონდა, აქ საქმე სულ სხვაგვარადაა. ასე ვთქვათ პირიქით, ამ ცხოველს კისერი სტანდარტულზე გრძელი აქვს. მაგრამ ჩვენს ყურადღებას რა თქმა უნდა სხვა რამე იქცევს, ეს მისი თავია. ამ არსებას თავზე რქების ნაცვლად უცნაური რაღაც აქვს. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ამ შემთხვევაშიც, ამ კადრების ინტერნეტ სივრცეში გამოჩენისთანავე ხალხმა საკუთარი ვერსიები დაწერა. რატომღაც უმრავლესობა წერდა, რომ ეს არის ირემი მაიმუნის თავით, თუმცა ეს ვერსია ცოტათი სასაცილოა. მაგრამ გადაჭრითაც ვერაფერს ვიტყვით. ეს ხომ ჩერნობილია, რადიაცია და მუტაცია. ალბათ საშინელებათა ფილმებში ბევრს უნახავ საზარელი თოჯინები, რომლებიც ცოცხლდებიან და ძირითადად ასეთი ფილმების მთავარ ბოროტებად სწორედ გაცოცხლებული საშიში თოჯინებია წარმოდგენილი. რაღაც მხრივ რეალობაშიც ძველი თოჯინა შემზარავად გამოიყურება. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად საშიშად გამოიყურება მიტოვებული თოჯინები პრიპიატის საბავშვო ბაღებში. ამ ტერიტორიაზე იმდენად ბევრია მიტოვებული საშიში შესახედაობის თოჯინები, რომ გექმნება შთაბეჭდილება თითქოს და ისინი აქ სპეციალურად მოიტანეს ტურისტებმა. ლითონის ჟანგიანი მანქანები, პლასტმასის თოჯინები და რბილი დათუნიები. ეს ყველაფერი ერთობლივად იმ საზარელ მდგომარეობას აღწერს, რაც ახლა იქ ხდება. გამანადგურებელი აფეთქების შემდეგ მიტოვებული ქალაქის ცხოვრება. ერთი შეხედვითაც კი საშინელ განცდებს იწვევს ეს სურათები. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ კატასტროფის შემდეგ ხალხი სასწრაფოდ გარბოდა ქალაქიდან. ევაკუაციის დროს მოსახლეობა იღებდა მხოლოდ აუცილებელ ნივთებს, ხოლო დანარჩენს ყველაფერს ტოვებდა. ასე ქალაქი პრიპიატი იქცა საზარელი შესახედაობის თოჯინების ქალაქად, რომელთა თვალებიც ერთი შეხედვით ირეკლავს და ინახავს იმ ყველა საშინელ უბედურებას და შიშს, რასაც იმ დროს მოსახლეობა განიცდიდა. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30 კილომეტრიან ზონაში მიდიოდნენ სპეციალისტები, ავარიული ბლოკისა და მის გარშემო მომუშავე მისიონერები, ასევე სამხედრო ნაწილები, როგორც რეგულარული, ასევე რეზერვისტები. მათ მოგვიანებით ლიკვიდატორები შეარქვეს. ლიკვიდატორები ცვლებით მუშაობდნენ საშიშ ზონებში. ისინი, ვინც მიიღებდნენ რადიაციის მაქსიმალურ დაშვებულ დოზას, უკან ბრუნდებოდნენ, ხოლო მათ ადგილას მოდიოდნენ ახალი ლიკვიდატორები. სამუშაოს ძირითადი ნაწილი შესრულდა 1986-87 წლებში. ამ სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 240,000 ადამიანი. ლიკვიდატორების საერთო რაოდენობა მიმდინარე წლების ჩათვლით 600,000 შეადგინა და შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი საქმე სწორედ ამ ადამიანებმა შეასრულეს. რეაქტორის აფეთქების შემდეგ საჭირო იყო სახურავის გაწმენდა რადიოაქტიური ნარჩენებისგან.
ამისათვის კი შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამ საქმის შესრულება. ჯგუფის უმეტესობა 35-40 წლის მოხალისე მამაკაცი იყო. მათ ხელოვნურად გაკეთებული ტყვიის ფირფიტები ჰქონდათ ეკიპირებაზე მიმაგრებული, რომ რადიაციას მათ სხეულში არ შეეღწია. ჩერნობილში ხვდებით საავადმყოფოს სარდაფს, სადაც ბევრი სტალკერი დღემდე მიდის და სხვადასხვა საინტერესო ვიდეოს იღებს. თუმცა მოწოდება სპეციალისტების მხრიდან, რომ ამ სარდაფში ჩასვლა ძალიან სახიფათოა, რადგან იქ რადიაციის დიდი საფრთხეა. რატომ, რა საფრთხე შეიცავს ეს სარდაფი? ხანძრის ჩაქრობის დროს და რადიოაქტიური ნარჩენების გასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა მეხანძრეთა და ლიკვიდატორთა ჯგუფები, როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ. სწორედ მათი მოთავსება ხდებოდა ამ საავადმყოფოში. თუმცა სანამ მათ საავადმყოფოში დააწვენდნენ, ტანსაცმელს ხდიდნენ და ამ სარდაფში აგროვებდნენ. შემდეგ მათი ტანსაცმელი რადიოაქტიურ ნარჩენებად გარდაიქმნა, რომელიც საშიშია დღემდე. უმეტესობა ასეთი ტანსაცმელი დაწვეს, მაგრამ დღემდეა შემორჩენილი მათი ნაწილი ასეთ სარდაფებში. დიდი ნაწილი ამ ადამიანებიდან შემდეგი 2 კვირის მანძილზე გარდაიცვალა. დღეს ამ სარდაფში რადიაციის დონე ძალიან მაღალია და იქ შესვლა სახიფათოა სიცოცხლისთვის. ჩერნობილის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად დღეს მიტოვებული რადიოლოკაციური სადგური დუგა ითვლება. დღეს მასთან მისვლა ტურისტს მარტივად შეუძლია, თუმცა იმ დროს საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ის გასაიდუმლოებულ ობიექტს წარმოადგენდა. იმ პერიოდში ხალხს წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რისთვის იყო საჭირო ასეთი უცნაური ლითონის ნაგებობა. ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქების ტრაგედიის დროს საბჭოთა კავშირი მალავდა თავის ერთ-ერთ ყველაზე ზესაიდუმლო სამხედრო ობიექტს. ის სწორედ იმ რეაქტორთან ახლოს იყო განთავსებული, რომელიც აფეთქდა. ეს გახლდათ ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის ჰორიზონტს მიღმა მოქმედების მძლავრი რადიოლოკაციური სადგური, სახელწოდებით დუგა, რომელსაც უკრაინიდან 3000 კილომეტრის სიშორეზე შეეძლო დაეფიქსირებინა ამერიკული ბალისტიკური რაკეტები. რადიოლოკაციური სადგური დიდ ფართობზე დაყენებული 100-150 მეტრის სიმაღლის ანძებისგან შედგებოდა და შესაბამისად უზარმაზარ ელექტროენერგიას მოიხმარდა, რის უზრუნველყოფასაც სწორედ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ახორციელებდა. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ უმძლავრესმა რადიოლოკაციურმა სადგურმა მუშაობა მალევე შეწყვიტა, რაც მაშინდელი საბჭოთა კავშირის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის დიდ პრობლემად იქცა. პრიპიატში მიტოვებულ შენობებში კედლებზე არაერთ საინტერესო გრაფიტს ვაწყდებით. ეს გახლავთ შავი ფერის ადამიანების გამოსახულებები, რომლებიც მოძრაობის იმიტაციას ქმნიან. გრაფიტები შესრულებულია სხვადასხვა ტურისტების მიერ, რომლებიც ამ ადგილს ეწვივნენ. მოულოდნელად დანახვიცას ეს ყოველივე შემზარავად გამოიყურება. გრაფიტი რეალურს გავს. მაგალითად, ერთ კედელზე ჩანს ბავშვი, რომელიც ჩამრთველთან შეხებას ცდილობს. ზოგან კი ბავშვთა ჯგუფიც ეკვავს. ეს ყოველივე ნამდვილად შთამბეჭდავი და საშიშია. სოფელი ზამოშნია ჩერნობილის მახლობლად მდებარე ადგილია, რომელიც ერთ-ერთია იმ უამრავ სოფელს შორის კატასტროფის შემდეგ რომ მიატოვეს. სოფელი ზამოშნია მდებარეობს ჩერნობილის ზონის 30 კილომეტრიან რადიუსში სამხრეთ-დასავლეთში, პრიპიატიდან 20 კილომეტრში. მისი მოსახლეობა ერთ დროს 240-მდე ადამიანს შეადგენდა. მოსახლეობას მოუწია დაეტოვებინა სახლები, სადაც თაობები ცხოვრობდნენ. ასე უცებ ერთ ხელის მოსმით ყველაფერი დაიკარგა. ეს განსაკუთრებით დიდი ტრავმა იყო მოხუცებისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება აქ გაატარეს. მათი მშობლები და ბებია-ბაბუებიც კი აქ ცხოვრობდნენ. ამ სოფლებში ცხოვრობდნენ ძველი მორწმუნეები. ზოგადად ჩერნობილის რეგიონში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდა უამრავი სხვადასხვა ქრისტიანი მორწმუნე, მართლმადიდებლები, კათოლიკეები, ძველი მორწმუნეები და სხვები. ყველა სოფელს ჰქონდა საკუთარი სარწმუნოებიდან გამომდინარე ეკლესია აშენებული, რაც ისტორიის კუთხით ძალიან საინტერესოა. დღესდღეობით როგორც სხვა დანარჩენი სოფლები, ზამოშნია სრულად არის მიტოვებული და განადგურებულია. თუმცა რამდენიმე ობიექტი და სახლი მაინც შემორჩა და დღემდე სტალკერების მიერ გამოიყენება დასასვენებლად და ღამის გასათენებლად. სოფელში კი მის გარშემო რადიაციული ფონი არის ნორმების ფარგლებში. ამიტომაც გარშემო არის შესანიშნავი ბუნება, რომ სტალკერმა დაისვენოს. ტყე, მინდორი და მდინარეები. ასევე არის შემორჩენილი საკმაოდ კარგად მოვლილი სასაფლაოც. ჩერნობილის ავარიის შემდეგ მისი მოსახლეობა ევაკუირებული იქნა და 1999 წელს ის რეალურად გააქრა რუკებიდან. იგივე ბედი ეწია სოფელ გლინკას, რომელიც მდებარეობს სულ რამდენიმე კილომეტრში. იქავრობა ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაშია. სახლები თითქმის ყველა განადგურდა და გზების უმეტესი ნაწილი ტყედ არის ქცეული. 1898 წელს იქ ააშენეს დედათა მონასტერი. 1980-იან წლებში საკმაოდ კარგად იყო განვითარებული სასოფლო მეურნეობა. სოფელში იყო განთავსებული სკოლა, კლუბი და ბიბლიოთეკა, თუმცა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით განადგურდა.
ჩერნობილის ტყეში ვაწყდებით ერთ ძალიან საინტერესო არტეფაქტს, რომელიც კლანჭის სახელითაა ცნობილი. რეაქტორის აფეთქების შემდეგ ეს ლითონის კლანჭი მიმაგრებული იყო სპეციალურ მანქანაზე და მისი დახმარებით ხდებოდა სხვადასხვა რადიოაქტიური ნარჩენის შეგროვება. რამდენიმე კვირის განმავლობაში ის დამაგრებული იყო ამ წეზე და მასზე გროვდებოდა ნარჩენები. საბოლოოდ ის მოხსნეს ამ წედან, რადგან უკვე თავად ეს კლანჭი სახიფათო გახდა და დიდ რადიაციას ასხივებდა. ის მოსახლეობას გაარიდეს და ტყეში დადგეს. დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის მისი ადგილსამყოფელი, რადგან რადიაციის დონე ამ რკინის ნაგლეჯზე დღემდე სახიფათოა. ამიტომაც ვინც იცის მისი ადგილსამყოფელი ცდილობს, რომ არ გაამხილოს, რადგან ადამიანების მიახლოება მასთან საშიშია. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ჩერნობილის ტრაგედიის ადგილი მიატოვეს, უკრაინელი ბიოლოგების მტკიცებით იქ ფართოდ განვითარდა ველური ბუნება. ქვეყნისთვის იშვიათი და უნიკალური ცხოველებიც გამოჩნდნენ. მათ შორის არიან ირმები, დათვები, მგლები, ლოსები და ასე შემდეგ. მოახდინა თუ არა მათზე გავლენა რადიაციამ. გარკვეულწილად კი. უკვე 3 ათეული წელია, რაც უკრაინელი მეცნიერები ჩერნობილის ფლორასა და ფაუნას აკვირდებიან. ცოტა ხნის წინ ჩერნობილში მდინარეში დააფიქსირეს გიგანტური ლოქო. ასეთ ლოქოებს სხვადასხვა ტურისტიც ხედავდა წლების განმავლობაში. მათი ზომები შთამბეჭდავი იყო. საშუალოდ 3 მეტრის სიგრძის ლოქოები ყველგან იყვნენ. მეცნიერთა ჯგუფი დაინტერესდა ამ ფენომენით. რატომ იყო ამდენი გიგანტური ლოქო ჩერნობილის მდინარეებში? მათ დაიჭირეს რამდენიმე მათგანი და ჩაუტარეს დნმ-ის ანალიზი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ისინი რადიაციის მსხვერპლნი არ ყოფილან. საქმე სულ სხვა რამეში იყო. ლოქო როგორც წესი მტაცებელი ცხოველია, რომელიც ყველაფერს ჭამს. მკვდარ თევზებსაც კი. ჩერნობილის კატასტროფისას უამრავი თევზი დაიხოცა, რომელთა უმეტესობაც მდინარეში დარჩა. შესაბამისად, გადარჩენილ ლოქოებს საკვები უამრავი გაუჩნდათ და კონკურენტებიც არ ჰყავდათ. ამიტომაც ლოქოები ძალიან ბევრ საჭმელს ჭამდნენ, თან მათზეც არავინ ნადირობდა და შესაბამისად გიგანტურ ზომებს მიაღწიეს. ჩერნობილის ტერიტორიაზე გადაიღეს უცნაური ფოტოები, სადაც ნაჩვენებია უზარმაზარი ფრინველი. თვითმხილველების თქმით, ეს დაახლოებით 6 მეტრის სიგრძის ფრინველი იყო, რომელიც ღამის პერიოდში გადაადგილდებოდა. ფრინველი ძალიან ჰგავდა ადამიანს, თითქოს მას ფეხები ჰქონდა და 2 წითელი თვალი უნათებდა. თვითმხილველების თქმით, დანახვის შემდეგ თითოეულ მათგანს თავის ძლიერი ტკივილები ტანჯავდა. ზოგიერთი ვერსიის თანახმად, საზარელი ფრინველი კატასტროფამდეც დაინახეს და ის სიკვდილის სიმბოლოდ იქცა. შესაძლოა ეს ამბავი გამოგონილია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მოსახლეობას რეალურად აშინებდა ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია იმის თქმა, რომ ჩერნობილში სიცოცხლე შეწყდა. იქ ადამიანის გარდა ყველანაირი ცოცხალი არსება და ორგანიზმია. უამრავი ცხოველი, ფრინველი და მცენარე. ერთი შეხედვით ამ ტერიტორიაზე დღეს სიცოცხლე ჩქეფს, თუმცა ადამიანის გარეშე. მეოთხე რეაქტორის ტერიტორიაზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს უცნაური შავი ფერის სოკოები. რამდენიმე წლის წინ ჩერნობილს ეწვია მეცნიერთა ჯგუფი ამერიკიდან. მათი მიზანი იყო გამოეკვლიათ რადიაციის გავლენა ბუნებაზე. სწორედ ამ კვლევების დროს აღმოაჩინეს ეს უნიკალური სოკოები. სოკოები არა მხოლოდ გაიზარდა რეაქტორის ადგილზე, არამედ მათ დაიწყეს პირდაპირი გაგებით რადიაციის დახშობა. სოკოებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო მელანინი, ის კი ულტრაისფერ სხივებს თანთქავს. შედეგად გამოდის, რომ ეს სოკოები პირდაპირ იკვებებოდნენ რადიაციით. ისინი ასუფთავებდნენ გარემოს სახიფათო ნარჩენებისგან. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა დიდებულია ჩვენი პლანეტა. მას თვითაღდგენის დიდებული უნარი აქვს და როცა ადამიანი ყველაფერს აფუჭებს და ანადგურებს, ბუნება მას აღადგენს და ახალ სიცოცხლეს წარმოშობს. მეცნიერებმა 2017 წელს ჩერნობილის სოკოების დეტალური გამოკვლევა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მათ რადიაციის ჩამხშობი უნარები გააჩნდათ, ისინი კოსმოსში წაიღეს. იქ რადიაციის გაცილებით მაღალი დონეა ვიდრე ჩერნობილში. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სოკოებმა რადიაციის დონე დაახლოებით 2%-ით შეასუსტა. ეს ერთი შეხედვით მცირეა, მაგრამ პერსპექტივა ნამდვილად შეინიშნება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სოკოებზე დაკვირვებით შექმნა სპეციალური ეკიპირება, რომელიც რადიაციისგან არა მხოლოდ დაიცავს ადამიანს, არამედ სრულად შთანთქავს და გააქრობს მას. ევაკუაციის დროს პრიპიატის ქუჩებში უამრავი ძაღლი დარჩა. მათი წაყვანა რა თქმა უნდა ვერ მოხერხდა. უმეტესობა მათგანი დაიხოცა, ძლიერებმა კი გადარჩენა შეძლეს და ახალი თაობებიც კი წარმოშვეს. დღეს უკვე პრიპიატის ტერიტორიაზე 1000-მდე ძაღლი ბინადრობს, რომლებმაც ისწავლეს რადიაციასთან ერთად ცხოვრება. მათზე დაკვირვებით მეცნიერებს აქვთ შესაძლებლობა დაადგინონ, თუ როგორ მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე რადიაცია ხანგრძლივი დასხივების დროს. 2017 წელს შეიქმნა სპეციალური მოძრაობა, რომელთა მიზანიც იყო ჩერნობილის ძაღლებზე დაკვირვება და მათი დახმარება. მოხალისეები მთელს ქალაქში ეძებდნენ ძაღლებს, კვებავდნენ, medicamenteps უკეთებდნენ და ანალიზებს უღებდნენ.
ფრაზა ბნელი ტურიზმი 20 წლის წინ გაჩნდა. ეს გულისხმობს ტურისტულ მოგზაურობას ისეთ ადგილებში, სადაც ტრაგედია მოხდა და ადამიანები დაიხოცნენ. არსებობს ცალკეული ინდუსტრია, რომელიც სპეციალიზირებულია ბნელი ტურიზმის სფეროში. ერთ-ერთი მხარეა კონფლიქტური ტერიტორიები ან ის მიწები, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს, მაგალითად სომალი. ზოგი კომპანია ატარებს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში ან პოსტსაბჭოთა ტერიტორიებზე, მაგალითად ყარაბაღში. ალბათ უკვე ხვდებით, რომ ჩერნობილი ბნელი ტურიზმისთვის იდეალური ადგილია. ორგანიზებული ბნელი ტურიზმი მოგზაურობის საკმაოდ ძვირი ტიპია. განვითარებული ქვეყნებიდან ხალხი ასეთ ტურებზე საკმაოდ ხშირად დადის. ასეთი ტურისტები ამბობენ, რომ მსგავს ადგილებზე სტუმრობა მათ ეხმარება შეიგრძნონ ის მძიმე გარემო, რაც აქ მცხოვრებ ხალხს ერთ დროს დიდ განსაცდელს უქმნიდა. ბნელი ტურიზმის მიმდევრები აცხადებენ, რომ ასე პატივისცემას და თანაგრძნობას გამოხატავენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთ ტერიტორიებზე დაიხოცა. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ხელისუფლებას მთავარი თავსატეხი გაუჩნდა. ეს კი ამ კატასტროფის შედეგების მინიმალურ დონემდე დაყვანა იყო. მისი სრულად აღმოფხვრა უკვე შეუძლებელი გახდა. ერთადერთი გზა იყო შემცირება და ბლოკვა, რომ როგორღაც თავიდან აერიდებინათ უფრო უარესი შედეგები. ერთი ვარიანტი იყო ხელოვნური კონსერვაცია. მეოთხე ბლოკში უშუალოდ აფეთქების დროს დაიღუპა ერთი კაცი. კიდევ ერთი დამწრობით დაიღუპა იმავე დღეს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 134 თანამშრომლიდან და მაშველი ჯგუფის წევრებიდან, რომლებიც აფეთქებისას იმყოფებოდნენ სადგურზე, მოგვიანებით 28 დაიღუპა. ყველაფერი კი დასხივების გამო მოხდა. ავარიის შემდეგ პირველ საათებში, როგორც ჩანს, ბევრმა ვერც კი გაიაზრა, რამდენად იყო დაზიანებული რეაქტორი. ამიტომ მიღებული იქნა რეაქტორის აქტიურ ზონაში მისი გაცივებისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფის მცდარი გადაწყვეტილება. ეს ძალის ხმევა უსარგებლო იყო, რადგან ისევე როგორც წყალსადენი მილები, ასევე თვითონ აქტიური ზონა დანგრეული იყო. მაგრამ ისინი ითხოვდნენ მაღალ რადიაციულ ზონაში მუშაობას. სადგურის პერსონალის სხვა ქმედება, ისეთი როგორიც იყო ლოკალური ცეცხლის ჩაქრობა, შემდგომი აფეთქების თავიდან აცილებისთვის არ იყო საჭირო. შესაძლებელია მათ აღმოფხვრეს კიდეც უფრო სერიოზული შედეგების საშიშროება. ამ სამუშაოების შესრულებისას სადგურის ბევრმა თანამშრომელმა მიიღო რადიაციის მაღალი დოზა, ხოლო რამდენიმე სასიკვდილო. მეოთხე ბლოკის გარშემო აშენდა ბეტონის სარკოფაგი. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სადგურის პირველი, მეორე და მესამე ბლოკის სამუშაოებაზე. ამიტომ რადიოაქტიური ნარჩენები მოაგროვეს სარკოფაგში და ჩააბეტონეს. ეს იყო რეკორდული სამუშაოები, რადგან სარკოფაგის მშენებლობა 206 დღეში დასრულდა. ამიტომაც ეს ინჟინერიის საოცრებად ჩაითვალა იმ დროს. ასეთ მოკლე დროში უდიდესი საქმის შესრულება ნამდვილად რთული იყო. მაგრამ რამდენად ხარისხიანი იყო ეს სარკოფაგი უკვე ცალკე საკითხია. ძველი სარკოფაგი გათვლილი იყო 20 წელზე. 2019 წელს დასრულდა ახალი მაღალტექნოლოგიური სარკოფაგის მშენებლობა, რომელიც საიმედო დაცვაა რადიაციისგან და როგორც ამბობენ, მან 100 წელი უნდა იმუშაოს. ჩერნობილთან ახლოს ხვდებით საბავშვო ბაღს. რა თქმა უნდა, ახლოს მდებარე მოსახლეობა სრულად გაიყვანეს ევაკუაციის დროს. ამ ტერიტორიაზე რადიაციის დონე ძალიან მაღალია. რაც შეეხება თვითონ საბავშვო ბაღს, ეს ადგილი ნამდვილი არტეფაქტია, რომელიც დღემდე ინახავს იმ ატმოსფეროს, რაც იქ აფეთქების დროს იყო. ბავშვების საწოლები, სათამაშოები და ნახატები კედლებზე. ევაკუაციის დროს უმეტესობამ სამუდამოდ დატოვა საცხოვრებელი. მას შემდეგ არავინ დაბრუნებულა მშობლიურ ქალაქში. აქ ხომ დღემდე ზოგიერთ ადგილზე რადიაციის დონე სიცოცხლისთვის საშიშია. თუმცა აქ მცხოვრებ ხალხს შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც არ მოისურვეს ამ ტერიტორიის დატოვება და ადგილზე დარჩნენ. ესენი ჩერნობილის მოხუცები არიან. ზოგიერთი მათგანი ევაკუაციის დროს წავიდა ჩერნობილიდან, თუმცა ძალიან მალე უკან დაბრუნდა. მათ იმდენად უყვართ საკუთარი სახლი, რომ უბრალოდ სხვაგან კარგად ცხოვრებას აქ სიკვდილი ურჩევნიათ. ამ მოხუცების ცხოვრებით არაერთი მეცნიერი დაინტერესდა მთელი მსოფლიოდან. ისინი იღებენ სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმებს მათზე. მოხუცები საერთოდ არ ნერვიულობენ იმაზე, რომ აქ ცუდი პირობებია. მათ უყვართ საკუთარი სოფლები და მიწა. ამიტომ სიკვდილამდე აქ დარჩენას აპირებენ.